გორში ადგილობრივმა დილამ მარტვილის მერანს უმასპინძლა და ინიციატივას პირველივე წუთებიდან დაეუფლა. გოლიც დებიუტშივე გავიდა. მეხუთე წუთზე მასპინძლებმა ჯარიმის დარტყმის უფლება მოიპოვეს. საჯარიმოში ჩაწოდებული ბურთი მოიგეს და გივი ქარქუზაშვილმა ანგარიში გახსნა. 5 წუთში ქართველებს სხვაობის გაზრდაც შეეძლოთ, მაგრამ რომან ახალკაცს გატანაში მარტვილელმა მცველებმა შეუშალეს ხელი. მატჩის ერთ-ერთმა საუკეთესო მოთამაშემ დავით რაჟამაძემ 26 წუთზე მეტოქეს ბურთი ჩაუჭრა. შეტევა დარტყმით რომან გოგიტაშვილმა დააგვირგვინა, თუმცა ჯონი შეროზიამ ბურთის მოგერიება შეძლო. ტაიმის დასრულებამდე 2 წუთით ადრე კარის აღებით გორელთა კიდევ ერთი ჩაწოდება დასრულდა. ამჯერად თავი დავით ჩაგელიშვილმა გამოიჩინა. გუნდებმა მეორე ნახევარიც აქტიურად დაიწყეს. გამოცოცხლა მარტვილის მერანის და რომარა ბექა შეყრილაძის ოსტატობას სტუმრებს შესაძლოა ერთი ბურთი გაექვითათ კიდეც. 64 წუთზე გოგიტაძემ ხელსაყრელ პოზიციაში მიიღო ბურთი, თუმცა უხერხულად დაარტყა. შეროზიამ კი ამჯერადაც კარგად ითამაშა. კარის აღების ყველაზე რეალური შანსი მარტვილელებს 66 წუთზე შეექმნათ. მათი შეტევის პირველი ფაზა ჯერ ძელმა მოიგერია. შემდეგ გორელთა დაცვა ბურთი ცარიელი კარიდან გამოიტანა. სტუმრების მესამე დარტყმა კი მიზანს დიდი მანძილით აცდა. დილამ შეხვედრის ბოლო წუთებით შეტევაში გაატარა და კიდევ ერთხელ შეძლო მეტოქის კარის აღება. მესამე გოლის შეცვლაზე შემოსულმა გია თოდუამ გაიტანა. სამწუხაროდ დღეს ოპტიმალური შემადგენლობით ვერ მოვახერხეთ თამაში გარკვეული მიზეზების გამო. ამის გამო ახალგაზრდა ფეხბურთელებიც ვათამაშეთ და რიგით მომენტებში სამწუხაროდ არ გვიყო გამოცდილება, ალბათ რომ მომენტებიც იყო, შეგვეძლო გატანა, მაგრამ ვერ გავიტანეთ. რთული თამაში იყო, მარტვილი კარგი გუნდია, შემთხვევით არ არის ლიდერებში და ჩვენთვის ამ თამაშს სასიცოცხლო მნიშვნელობა ჰქონდა. ბიჭებმა დავალება პირნათლად შეასრულეს, როგორც თამაშით, ისე შედეგით მაყოფილი ვარ.